მოგესალმებით, როგორც უკვე ვატყობ, ჩვენ ვართ ლაივზე, თუმცა დაველოდოთ რამოდენიმე წამი იმისათვის, რომ ჩვენს ერთგულ მსმენელებსა და მაყურებლებს მიუვიდეთ შეტყობინება ლაივის დაწყების შესახებ. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ და ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან ჩვენი მსმენელები და მაყურებლები. მოკლედ ჩვენ ვიწყებთ მორიგ Facebook Live-ს, რომელსაც მშობლისწკივრი წარმოგიდგენთ და რომლის მიზანს წარმოადგენს საინტერესო თემებზე ვისაუბროთ ჩვენს მოწვეულ სტუმრებთან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარი არის არაჩვეულებრივი თომა კაკაბაძე, ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის თავმჯდომარე. თომა მოგვიყვება თავის ისტორიას, ასევე ის გვეტყვის შიშიმპირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების როლზე შიშიმპირთა უფლებების დაცვის საკითხებზე და ასე შემდეგ. ეს Facebook Live ეძღვნება 14 ივნის, მოგეხსენებათ, რომ 14 ივნის საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება და ამ დღის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმ ბარიერების შესახებ, რომელსაც ყოველდღურად ვაწყდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, ვილაპარაკოთ ამ თემაზე. მე პირდაპირ გადავალ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმართან, თომა კაკაბაძესთან ერთად. თომა, მოგესალმები. მადლობას გიხდი, რომ დღეს მიუხედავად შენი გადატვირთული დღის რეჟიმისა დაგვთანხმდი და ჩვენთან ერთად ხარ და წინასწარ გიხდი კიდევ ერთ მადლობას იმისათვის, რომ 1 საათი არაჩვეულებრივი 1 საათი გველოდება შენთან ერთად. თომა, როგორც უკვე ვახსენე, დღევანდელი ჩვენი თემა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ასევე მათი როლი შიშიმპირთა უფლებების დაცვის საკითხებზე და ასევე დარწმუნებული ვარ ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებლებს აინტერესებს შენი ისტორია და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ შენს ისტორიას გაგვაცნობ ჩვენ ფართო საზოგადოებას. დავიწყოთ პირველი კითხვით, თომა, თხო მოგვიყვე შენს შესახებ, როგორ დაიწყო შენი თავგადასავალი, როგორ დაიწყო შენი მეორე ცხოვრება, იმიტომ რომ მე ყოველთვის აღნიშნავ, რომ ჩვენი იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, რომლებიც ეთნიკ მოსარგებლეები, გარკვეული ცხოვრების შემდეგ გახდეთ, ჩვენი ცხოვრების მეორე ეტაპი დაიწყო და მე ვიძახი, რომ ეს ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპი ძალიან საინტერესო გამოდგა, თავგადასავლებით სავსე არის და დარწმუნებული ვარ, რომ შენი ცხოვრებაც ასეთია, ვინაიდან ამაზე მეტყოლებს, ასე ვთქვათ, შენი აქტივობები, შენი ყოველდღიური ცხოვრების, ასე ვთქვათ, სურათი, რომელიც ჩვენს წინაშე არის სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო, ასე ვთქვათ, გვერდების საშუალებით და ასე შემდეგ. მოკლედ, გისმენ და აბა დავიწყოთ. დიდი მადლობა მარიკო, მოგესალმებით, მეც მივესალმები ყველა მაყურებელს, მსმენელს და მადლობა მოწვევისთვის პირიქით, ჩემთვის მართლა პატივია და არ ვიცი, ცოტა ამაღელებელიც არის საპასუხისმგებლო, რა თქმა უნდა, მშობლისწკივრის, ასე ვთქვათ, ციკლში რომ მოხვედრილიყავი, მაგრამ სიამოვნებს აუდიტორიასთან ურთიერთობა და უფრო მარტივია ჩემთვის ინფორმაციის გაზიარება და მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი, ვისაც რაიმე ტიპის გამოცდილება მაინც აქვს, უნდა ეცადოს, რომ გააზიაროს ინფორმაცია სხვებისთვისაც, რომ მინიმუმ ჩვენ რაც გავიარეთ, ის არ გაიაროს სხვამ და უკეთეს მომავალი ქონდეს შემდეგ თაობას. ეს ცოტა ხმამაღალი ლათქომია შეიძლება, მაგრამ თითო აგურით რაღაც იქნება და ვაშენებთ სახლს, ასე ვთქვათ, იმ სახლს, რომელიც იქნება ინკლუზიური და ყველასთვის მისაღები, თანაბარი, თანასწორი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩემს ისტორიას, ეს დაიწყო 2008 წელს
მახსოვს ახალი წლის პერიოდი იყო 4 იანვარი, მეგობრებთან ერთად მივდიოდი საქეიფოდ, მეორე მეგობართან ასე ვთქვათ. და 5 იანვარს მახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები იყო, კომისიაში ვიყავი თუ არ ვცდები, დამკვირვებელი აღარ მახსოვს. ჩვეულებრივ წავედით, ვიქეიფეთ რაღაც და უკვე ძალიან გვიან ღამით სამთენი ისას მეორე სართულიდან უცებ რაღაც მოულოდნელად ჩემდაუნებურად აუცდი რასაც უნდა დავუყრნობოდი და გადავარდი მეორე სართულიდან. პრინციპში აქედან დაიწყო მერე ის მრავალფეროვანი ცხოვრება, ყველანაირი გაგებით, ზოგჯერ ცუდი, ზოგჯერ კარგი, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ეს ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ნამდვილად ეს ცხოვრება, მე შემდეგი ცხოვრება, ესე ვთქვა, მეორე ცხოვრება, რასაც ვქვია, ეს არის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გეთანხმები და ჩვენი ორგანიზაციის სლოგანიც არის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია. ანუ უფრო საინტერესოა, როცა ყველა ერთიანდებით ამ კუთხით და ამ წრილში. შემდეგ იყო ოპერაციების სერია, იქ ვიცით სამედიცინო პერსონალი, როგორც ყავდა იმ პერიოდში მით უმეტეს ყველაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ არანაირი ჰიპოკრატეს ფიცი არ მოქმედებდა, იმიტომ რომ შობა ახლოვდებოდა, ახალ წლის არდადეგები იყო, არც ერთ საავადმყოფო არ მოგებულობდა. რაღაც რამდენიმე ოპერაციის შემდეგ მოკეთ აღმოჩნდი სახლში, რომ არ მოუჩნდი უკვე ყველაფერს დეტალურად აღარ ვყვები. მახსოვს ვითვლიდი პერიოდს, რამდენი ხანი მქონდა გატარებული საავადმყოფოში და რამდენი სახლში. და 8 თვის განმავლობაში 8 თვე იყო გასული და 4 თვე ვიყავი საავადმყოფოში და 4 სახლში. ანუ გამოდის, რომ ნახევარი პერიოდი საავადმყოფოში გავატარე, თუმცა არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, როგორ უნდა გამაგრძელებია ცხოვრება. თუნდაც სამედიცინო ჭრილში რა უნდა მექნა, როგორ უნდა მომევლო თავისთვის ისე, რომ რაღაც კონტრაქტურები არ განვითარებული იყო, რაღაც სხვა, რაღაც სკოლიოზი და ასეთი რაღაც ნაწყოლები, რაც მოყვება ხოლმე მწოლიარე, ანუ ჯდომიარე ადამიანის შემთხვევაში ხო ეთლში როცა ზეხარ. ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად ნაცნობი თუ ნაცნობი ექიმი თუ გვეტყოდა რაღაცა სხვა სწავლი და ასე შემდეგ. ასე გავიდა 5 წელი. ამ 5 წლის განმავლობაში სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, რომ როცა უკვე სოციალურ ქსელებთან აქტიურად დავმეგობრდი, როცა ნახულობდი ვიდეოებს მაგალითად ედ რობერტსის, ნიკ უიჩიჩის ვიღაცების, იმათვათვის შეძლებს მეთქი შესაძლებელია, რომ ადამიანმა ამ მდგომარეობაშიც კი რაღაც გააკეთო და ჯეროდა რომ რაღაცა შევძლებდი მეც, თუმცა წარმოდგენაც კი არ მქონდა საქართველოში ეს რამდენად იყო შესაძლებელი. საერთოდ. მახსოვს უკრაინაში წავედი ამ 5 წლამდე, 5 წლის შიგნით უბრალოდ და რეაბილიტაციის ცენტრში, სანატორიუმი პუტენკოს სახელობის იყო, იქ ბევრია ნამყოფი და ეცოდინებად. იქ აღმოაჩინეს 400-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, სრულად ადაპტირებული ინფრასტრუქტურა მთელ ქალაქში და ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო და იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ ფიზიკური თვალსაზრისით, ანუ დიდი შედეგები არ მქონდა, მაგრამ ემოციურად, ფსიქოლოგიურად გაძლიერებული დავუბრუნდი, იმიტომ რომ მაშინ ვიწვევდი, რომ მარტო მე არ ვარ და სხვებიც არსებობენ და თან რამდენი და თან შეუძლია ცხოვრება, ცოლები ყავთ, შვილები ყავთ, ოჯახები აქვთ, მუშაობენ, სწავლობენ, დროს ატარებენ, ანუ ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ აბსოლუტურად და წმენა მომეცა უფრო და უფრო, რომ ანუ ერთ პერიოდი მასაც ფიქრობდი, რომ ხარ გადავიდე მეთქი საცხოვრებლად. თუმცა მე სახში მომიწია 5 წელი როგორც თქვი, ყოფნა, სოციალური ქსელები, რაღაცებს ვაკეთებდი, ისეც ღირებულს არაფერს ნამდვილად და უბრალოდ იყავი სახში, ხო და ანუ ხშირად გადიოდი თუ არა გარეთ საზოგადოებასთან კონტაქტში? იყო მცდელობები გასვლის, მახსოვს 2010 წელი იყო, რომ ზღვაზე წავედი პირველად, ნაკლიეჩემის დახმარებით და
პირველად რომ ჩავედი ზღვაში, ჩემს საყვარელ ადგილას მივედი, იქ მომინდა ბანაობა, ჩემ არანაირი ბილიკი, არაფერი, ან პანდუსი არაფერი არ იყო, საერთოდ ხელით ჩამიყვანეს სამაგაცმა, ეტლზე მოკიდებული ხელებით და ამ გზაზე იმ მონაკვეთში რაღაც 50 მეტრო ხრეშებზე რო ვიარეთ, მთელი პლაჟი მე მიყურებდა, ყველა მოტრიალებული იყო, აქ იყურებოდა და სულსაც ატრიალებდნენ, გახედეთო და ჩავედი ზღვაში 2 წუთი და ამომიყვანეთ მეთქი, ამოვედი და წავედით სახლში თქო რა. ძალიან დამსხუნველი იყო პირველ ეტაპზე ეს ჩემთვის. იმიტომ რომ პირველი შეხება იყო ასე მასიურად ხალხის წინაშე ჩემი გამოსვლა პირველი იყო და ეს ნამდვილად იყო დამსხუნველი და ძალიან რთული იყო. წამოვედი სახლში, გაუბრაზდი, გავნაწყენდი, არ ვიცი ყველაფერი მჭირდა. ჯერ ვერ ჩავედი ნორმალურად და ხელში აყვანეს პატარა ჩვილი ბავშვი ჩამიყვანეს. ეს ძალიან დამსხუნველი იყო და მე ხალხის დამოკიდებულება რა თქმა უნდა და მახსოვს ერთი დღე ჩაკეტილი ვიყავი სახლში და მომიწია ყველაფრის გადახარშვა. და ვიფიქრე იმაზე რომ ბოდი ხალხი მაინც მიყურებს, აზრი არ აქვს ხო? რაც არ უნდა რომ მაინც შემოხედავს, იმიტომ რომ ეთლში ვზივარ და შევეცადე რომ პოზიტიურად გარდამექმნა ეს ამბავი. და ვიფიქრებ რომ თითქოს რაღაც ცნობილი სახე ვარ, ჰოლივუდის ვარსკვლავი ვარ, ვიღაცა ვარ და ამიტომ მიყურებენ. კარგი მეთოდია. მოწეწავალა და რაზე რომ გავედი და ხალხი მომაშტერდა, უკვე როლში შევედი და მიყურეთ თქვენი ბრედ პიტი მოვედი და რაღაცა ეგეთი დამოკიდებულება მქონდა მართლა რომ აი მაგარი ცნობილი სახე ვარ და ხალხო შემოხედეთ რა. გამოვიდეს რომ მიყურებენ ხო ხდები. ჩემ თავში ეს გადავხარს და დავარქმე თავი რომ ამ ცნობილი სახე ვარ და მიყურეთ რომ ეს ნეგატივში არ გადამეზარდოს რა. შემდეგ შეუძლებელი რეგულარულად დავდიოდი, გაერთაც გავდიოდი უბრალოდ ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობ და ეხა ესე მარტივი არ იყო მექანიკური ეტლით გამოსვლა და ამოვიდება და თქვენ მართავდი მე მოგვიანებით რამდენიმე წლის მერე ავიღე ელექტროეტლი. ამიტომ რთული იყო სულ მიწევდა ვიღაცების შეწუხება, ავტოტრანსპორტი არ იყო ადაპტირებული, მიწევდა ანუ კერძო მანქანით წასვლა, ოჯახს არ გაგვაჩნდა მაშინ მანქანა, რაღაც ნუ 1000 პრობლემა რა. და იშვიათად მიწევდა გასვლა. მახსოვს მე ნუ არ ვიცი შეიძლება რამე კითხვა აქვს და გავჩერდები აქ. არა, საინტერესოდ ყვები, უბრალოდ იცი რა მაინტერესებს, აი რომ გადაწყვიტე რომ გასულიყავი რომ რადგან მიყურებენ ჩავთვალოთ რომ ცნობილი ადამიანი ვარ და რაღაცა. აი ეს ყველაფერმა ეს საიდან მოვიდა, ვინმე განაპირობა, რამე განაპირობა, რამ გიბიძგა ამისკენ რომ შეცვლილიყო შენი დამოკიდებულება პირველ რიგში საკუთარ თავთან მიმართებით და გამოსულიყავი გარეთ და ყოფილიყავი აქტიური. რამე გარდამტეხი მომენტი იყო? ითხოვს ვიფიქრე ამ ყველაფერზე, ან ამის მერე ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ვიყავი მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ის რომ რაღაცა გამოვიდოდი და რეაქცია ექნებოდა საზოგადოების, ამის არ მეშინოდა, უბრალოდ რომ გამოსულიყავი, სად წავსულიყავი. ხდებით, ანუ ყველგან მიუწვდომელი გარემო იყო და ფიზიკურად 1-2 ადამიანი მომაგრებული უნდა მყოლოდა, რომ სადღაც წავსულიყავი და აზრსაც ვერ ვხედავდი, თან ისეთი ხასიათის ადამიანი ვარ, არ მიყვარს ადამიანების შეწუხება, არასდროს არ მიყვარდა რა. და მით უმეტეს ესეთ მომარეობაში, მოკლედ არ იყო ეს ჩემი სტიქია და მე ჩვნა რომ ჩემთვის ყოფილიყავი, არავინ არ შემეწუხებია. ნუ პრინციპში ახლა სხვებს ჩემი ოჯახის წევრებს არ მიერთებ, ეს შეწუხება იყო, მაგრამ მე შინაგანად მაინც რაღაცნაირი უხერხულობას ვხსნოდი. სამნიშნულოვანია ამ დროს რა თქმა უნდა ოჯახის ხელშეწყობა და დამოკიდებულება, რაც მე მქონდა და არასდროს არსაც წასვლას რაღაცა გამოჩენას ანუ უკადრესობა და ეგეთი რაღაცები არ მქონია ოჯახში და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის ამ კუთხით რომ ყველგან თამამად და უფრო მეტიც მამაც ჩემი ძალიან აქტიურად მიჭერდა მხარს და თვითონ შეხვდა ერთხელ ბატონ გიორგი ძნელაძეს სადღაც სემინარს ატარებდა ბატონი გიორგი და მახსოვს მოვიდა საერთოდ და ესეთი ადამიანიო ნომერი ქონდა დაწერილი ფურცელზე და Facebook-ზე მოვძებნე მე ეს ადამიანი დაიმატეო თავმჯდომარეაო ესო ამ სფეროშიო და მეთქი ვინ არის გიორგი ძნელაძე ხა მე რა ვიცი რა უნდა უთხრა რომ დავიმატო ან რაღაცა მოვძებნე Facebook-ზე ვიპოვე და
მეგობრობა გაუგზავნე უბრალოდ და მორჩა. აქ დამთავრდა ყველაფერი და შემდეგ მახსოვს 2013 წელი იყო და ბატონი გიორგი წერს Facebook-ზე უკვე 5 წელია აქტიურად ზიარ სახში რა. ძირად არცა და წერს დამირეკეოთ თავის ნომერი მომწერა და ძალიან დიდხანს ვიფიქრე დავრეკო თუ არა თქო ანუ რომ დავრეკო რაღაცა რომ მკითხოს რა უპასუხო თქო ანუ წარმოდგენა არ მქონდა რა შეიძლებოდა ეთქვა ჩემთვის მაგრამ ამ ფიქრში მეთი თელი ცხოვრება ვფიქრო რომ რაღაც შანსი შეიძლება მომეცეს რომ რაღაც გავაკეთო და ეს ხო არ არის ის შანსი მართლა ეგრე ვფიქრობდი და დავრეკე მე რომ მათი იქნება და მე არ თქვა რომ მე ეს შანსი მე გავუშვი ხელი და რა ვიცი რა ხდება დავრეკე და მოგეს მითხრა რომ ესე ხობულეთში ტარდებაო ტრენინგიო ორდღიანი თუ არ ვსწრები ლიდერობასა და ადვოკატირებაზე ჯერ ტრენინგი ვერ გავიგე რა იყო მე ადვოკატირებაო საერთოდ ლიდერობა კაი გავიგე ადვოკატირებას მეტი ჯერ რა ჩემი ლიდერობა ტრენინგი არ ვიცი რა არის საერთოდ და ესეთი წარმოდგენები საკუთარ თავზე უფრო გაბრკოლებს რა და მოგეთ ხო უთხარი მაგრამ ჩვეულებრივ დავამშვიდობე და რაღაცა აღარ შევეხმიანე მე მახსოვს და მე თამარ მაღლა ანუ იმ ტრენინგზე არ წახვედი ანუ ნუ თამარ მაღლაგელიძემ დამირეკა მე ერთხელ ორჯერ სამჯერ ამიწვია რასაც ქვია და თან ვახსოვდი ძნელაძეს რომ მამა შეიძლება შენზე მე მითხრა მოგვიანებით და ნუ ბოლო დავთანხმდი რა ჩემს ვახარი მეთქი ხო გამოვყევი თუ რა მეთქი და წავიდე არ მეშვებიან თქო ნახავთ იქნებ ჩანს იქნებ რა იცი რა ხდება და წავედი მაშ ქობულეთში ჯორჯიან პალაში იყო მახსოვს ეს ყველაფერი ძალიან ისე რა ფიზიკურად არც კარგად არ ვიყავი ძალიან ისე დაჯგრეული ეტლი მქონდა რაღაც მოკეთ ბევრი გასაჭირი და აუ იქ მახსოვს ეს ორდღიანი ტრენინგი იყო ისეთი რომ 4 რეგიონიდან იყო თუ არ ვწდები თუ 6 რეგიონიდან შესაძლებლობის მქონე პირები და ისე იყო რომ 6 რეგიონიდან მეორე ტურში გადავიდოდა აქტიური ადამიანები გადავიდოდნენ და 12 უნდა შერჩეულიყო მე რომელიც გადაემზადებოდნენ და შემდეგ ამ 5-დღიან ტრენინგს გავივლიდე თბილისში რაღაც და საგრანდო კონკურსი ხდებოდა მე ამ ერთი დღის მერე რა დამემართა არ ვიცი და ვერ გავცნობდი ანუ რაც შემეძლო აქტიურობდი რომ ანუ რაღაც იმაში სპორტულ ჟინში შევედი რა რაღაცა რომ მეთქი იქ როგორ არ უნდა გადავიდე კაცო მოგეს მეორე ტურშიც გავედით, გადავმზადდით, ჩამოვედით ბათუმში და მახსოვს პირველი აქტივობა იყო 14 ივნისი 2013 წლის. საერთოდ არაფერს აზრზე არ ვარ, მართლა ტრენინგები მაქვს მარტო გავლილი და ტრენინგები გავლილი როგორ იცი რა. და ბულვარში გავაკეთეთ გამოფენა აქცია, რაღაც ხელნაკეთი ნივთები, მაისურები ქონდა დაბეჭდილი რაღაცა და ადამიანებს უხსნით, რას ნიშნავდა 14 ივნისი და ეს იყო პირველი აქცია და თან ინტერვიუ, მაგრამ ინტერვიუ ნამდვილად არ მახსოვს რა ვისაუბრე ინტერვიუში. აი ესე დავთავრდა და 5 დღეში გავაფუძნეთ ორგანიზაცია, მეგობრებთან ერთად ცვლილებები თანაბარი უფლებებს. ამ ორგანიზაციაზე ხო სახელზე ვიფიქრეთ, არ ვიცი რამდენი რა. რამინთან ერთად, ჩხაიძესთან ერთად და სურასაჯაიასთან ერთად. და მოკეთ აქედან დაიწყო მე ყველაფერი ფაქტობრივად ორგანიზაციული საქმიანობაც, აქტიურობაც, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მთავარი მოტივატორი მე ძნელაძე გახდა, რომ აი ამდენს მიაღწია ადამიანმა საქართველოში მიაღწია, მე უკვე ძალიან ისე ამთორა თვალები, რომ შესაძლებელია ნამდვილად და მე უკვე ის დავინახე, რომ მე რომ აქტიურობდი და რაღაცებს ვაკეთებდი უკვე ჩვენს უკან ხალხი იყო და მე ჩემი თავისთვის აღარ ვიყავი, ხდებით, ვიყავი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემზე მეტი ქართულებები და რაღაც პრობლემების წინაშე იდნენ და ასე შემდეგ. აი ძალიან ბევრმა შეიძლება თქვას, რომ აი თომას რა ენაღლებოდა, არც დიდახი ვიყავი არასდროს, არც სხვა განსაკუთრებული რაღაც უნარები არ მქონდა.
ყველაფერი დავიწყე ისე, როგორც იწყებს ყველა ნულიდან გავიარე, ოპერაციები, წვალებები, მექანიკური ეტლით, გადმოყვანები და არანაირი კომფორტი არ იყო ნამდვილად. აი, მართლა ყველა სირთულე გავიარე და ამიტომაც ძალიან კარგად ვიცი და ამიტომაც ამ სფეროში ვარ ისევ და არ მიდივარ არსით, იმიტომ რომ შენ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემაა აღმოსავლელი და მოსაგვარებელი. თამა, შენ ახსენე მშობლები, რომელიც აქტიურად ხარს გიჭერდნენ და რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანები ვარ და როგორც ჩვეულებრივ ადამიანს ისე აღიქონდნენ. იყო თუ არა მომენტი, აი სამედიცინო მიდგომის, რომ თქვათ ასეთი მოლოდინი გქონდა თუ არა, რომ უნდა გაგევლო, უნდა დაგეწყო სიარული, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო დამეთანხმები, რომ ბევრი ისეთი შეზღუდული შესაბამის მქონე პირები არის, რომლებსაც დღემდე მშობლები, ასე ვთქვათ, აძალებენ მკურნალობას, ოპერაციებზე დაყავთ იმისათვის, რომ გაიარონ, სირბლი დაიწყონ და რომ დაუბრუნდნენ, ასე ვთქვათ, ჭყალებში ჩვეულებრივ ცხოვრებას და იქიდან დაიწყოს უკვე, ასე ვთქვათ, კარგი ცხოვრება, იმიტომ რომ ჯერაც ვერ ღებულობენ თავიანთ შვილებს, ასე ვთქვათ, ეტლში და ვერ აღიქვამენ როგორც სრულყოფილ ადამიანად და შენ შემთხვევაში როგორ იყო და აქედან გამომდინარე რას ურჩევდი ახლა მშობლებს ამ კუთხით? ალბათ რაღაც ეტაპზე იყო, ეხლა თლად სიღრმისეულად არ მახსენდება, უფრო მანამ სანამ გამოვიდოდი ოჯახიდან, ასე ვთქვათ, და აქტიურ ცხოვრებას დავიწყებდი, მანამდე იყო მოლოდინები, რომ რაღაც იქნებოდა, თუმცა წვალებით ბევრი ნამდვილად არ მიწვალია და ყველა ხერხისთვის არ მიმართავს და არიქა. პირველივე და მეორე წელს იყო რაღაც ცდილობები მქონდა გერმანია, ისრაელში გადაგზავნის დოკუმენტების და ასე შემდეგ, სამედიცინო დოკუმენტაციის, თუმცა იქედანაც პასუხი იყო, რომ ოპერაცია ნორმალურად არის ჩატარებული, რეაბილიტაცია ჭირდება და შევეშვი ამ საკითხს უბრალოდ და მე თვითონ მივიღე თავი ისეთი, როგორიც ვიყავი. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შენ თუ არ ღებულობ შენს თავს და შენი მშობელი თუ არ ღებულობს ამ მდგომარეობას, ძალიან რთულია რაღაც აკეთო. ანუ საკუთარი თავის რწმენა თუ არ გაქვს, ჯერ ვერაფერს ვერ გააკეთებ და სხვას მით უმეტეს ვერ ასწავლი ვერაფერს, რომ იცი რა ასე ქედი და ისე მოიქეცი. ამას ვერ არის ხოლმე შემთხვევები, ხა ჩვენთანაც არის, რომ მშობლების დამოკიდებულებაა და მე აბსოლუტურად ოც მშობლებს ველაპარაკები ყოველთვის მაგით, რომ მე მესმის თქვენი, მე ხვდები ამას. გადავაცნობიერებ, რომ გინდა თქვენი შვილი ისეთი იყოს, როგორც თქვა, ტიპური განვითარების მქონე ადამიანი. თუმცა ეს რაღაც შემთხვევებში არ შეუძლებელია. ანუ არ არის სამედიცინა იმ დონეზე განვითარებული ჯერჯერობით. ყველაზე არ ვამბობ, ეხლა ვიღაცას აქვს რაღაც შანსები შეიძლება და რა თქმა უნდა იბრძოლოს, მაგრამ ამის გამო ცხოვრება არ უნდა გაატაროს წლებს. იმიტომ რომ ასეთ შეიძლება ცხოვრება, როგორც ხარ და ასეთ შეიძლება იმუშაო, ისწავლო, გააკეცხვებს და ეხმარო, სხვებისთვის გამოიყენო შენი ცოდნა და სხვებს გადასცე და თან პარალელურად იმუშაო იმაზეც, რომ რაღაც რეაბილიტაცია იქნება ეს თუ ოპერაცია, ესეც გაიკეთო. ის რომ მაშინ იკეტება ჩვენი ცხოვრება, რაც ვფიქრობ, რომ აი ადგება და მე ისწავლის, გაივლის და მე იმუშავებს. და მე ნახეთ ვინ გახდება. ანუ შვილიც ამ დროს კეტავს თავის ცხოვრებას, ხვდებით? ანუ იქამდე არაფერი არ შეუძლია გონია. და საკუთარი თავი დარწმუნებული ყავს უკვე, რომ მანამდე არაფერი არ მოხდება, თუ არ დაუდგები, თუ არ გავავლი. მაგრამ არის ცერებრული დამბლის შემთხვევაში, ხო? უკეთებენ ოპერაციას, უკეთებენ. ეს არ იყურნება, ხო, ცერებრულ დამბლას, რას უშვები. ხო, შეიძლება რაღაცით ცოტა გააუმჯობესო მდგომარეობა. მაგრამ ამაზე წლებს თუ დაკარგავ, გამოვა რომ მშობელი მოხუცდება, ბუნებრივი ამბავია, ხო? მოხუცდება და მე იმაზე უნდა იფიქროს, რომ ჩემ შვილს რა ეშველება, ხო? საზოგადოებრივ ცხოვრებაში რომ არ ჩართე, რომ არ იცის მეგობარი რა არის, რომ არ იცის სამსახური რა არის, რომ არ იცის განათლება რა არის. საერთოდ რა ხდება ირგვლივ ეს რომ არ იცის, მე როგორ იქნება ის? ყველა მშობელმა ალბათ ამაზე უნდა იფიქროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ფიქრობენ მშობლები ამას, რომ ჩემს მერე რა იქნება, ჩემი შვილების და იქნება, ხო? აი, ინტელექტუალური, ფსიქიკური შეზღუდვების შემთხვევაში რთულია ამ ყველაფერზე. სერვისებიც არ არის ისეთი, რომ იფიქრო, რომ აი შვიდად მაქვს გული, რომ რაღაც სერვისები შეინახავს ან რაღაცა და იქნება კარგად უზრუნველი და დამოუკიდებლად იცხოვრებს, მაგრამ
სანამ არ გვექნება ეს, მანამდე პრობლემა უნდა ის რომ ის პატარა ნაპერწკალი რაც აქვთ განავითაროთ. ეტლში ზის უსინათლო არ ესმის თუ რაღაც იბრძოლონ რომ განათლება მიიღოს. განათლებაში ძალიან დიდი გასაღებია. თუ განათლება არ გვექნება, ისედაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი გვაქვს, ისედაც საზოგადოება სტერეოტიპულად ვიყურებს და დასაქმების პრობლემა ზოგადად ქვეყანაში არსებობს, თან ამას რო ერთვება ეს ყველაფერი ერთად. ძალიან რთულია დასაქმება, ხო? ამიტომ განათლება მთავარი გასაღები, პროფესიონალიზმი და შენ საქმეში ძლიერად ყოფნა. განათლება აუცილებელია, უბრალოდ ყველა საფეხური უნდა გაიარონ განათლებას. ვიღაცა შეიძლება მომავლებში არ უნდოდეს და პროფესიული არჩევნოს. ეს არჩევანია და უნდა გაარკვევს არა სავალდებულო ყველა უნივერსიტეტი დაამთავროს, ხო? ისედაც შეიძლება ცხოვრება და რაღაც პროფესია აითვისოს. და რაც მთავარია, ჯერ ვეკითხებით მათ რა უნდათ. ეს ტიპური განვითარების მქონე ადამიანებშიც ზოგადად ჩვენი კულტურის ნაწილია, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში მივცეთ მათ გზა ფართო, იმისთვის რომ თვითონ გააკეთონ არჩევანი. არჩევანის საშუალება ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. ამ გარემოში რომ გარემოში ცხოვრობთ, ისედაც არჩევანი ნაკლები გვაქვს. ამიტომ ოჯახში უნდა გქონდეს არჩევანი, საკუთარი სრულიები უნდა განახორციელოს, ხო? და საკუთარი სრულიებით უნდა გააკეთოს. ის რომ დედას უნდა რომ ექიმი გამოვიდეს, არის რაღაცები ზოგჯერ არარეალური და ცოტა რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თქვა. არავის არ გაგვივლია მარტივი ცხოვრება და გვაქვს ამის ხმის უფლება ნამდვილად. კი ბატონო. მე ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს შევახსენებ, რომ შეუძლიათ დასვან კითხვები, შეუძლიათ კომენტარის სახით, ასე ვთქვათ, დასვან ეს კითხვები ჩვენი ლაივის ქვემოთ და ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენი ჟესტური ენის თარჯიმას ლეკონა ჯაფოშვილს, რომ თარგმნის ჩვენს ლაივს. თომა, გადავალ შემდეგ კითხვაზე. კითხვაზე შენ თავიდან დაიწყე, რომ როდესაც საუბრობდი აღნიშნე, რომ ძალიან ნაცნობი სიტუაცია იყო, რომ როდესაც პლიაჟზე გავედი, მიყურებდა იქ მსხდომი ადამიანები და სხვასაც მოუწოდებდნენ ნახე, ასე ვთქვათ, როგორ მიყავთ, ეტლით მოსარგებლია და ასე შემდეგ, ხო? ასეთი სიტუაცია იყო ტარსულში, მაგრამ როგორი სიტუაცია გვაქვს ახლა? ახლა როგორი სიტუაცია გვაქვს ამ მხრივ, ანუ საზოგადოების დამოკიდებულებაში და საზოგადოების დამოკიდებულება როგორია? შენთან მომართებაში, სხვა შიშიმოპირებთან მიმართებაში და ზოგადად აჭარაში როგორი სიტუაცია გვაქვს მისაწვდომობის კუთხით, ვიცი რომ ყოველდღიურად იბრძვი შენ ამ კუთხით, შენი ორგანიზაცია, შენი თანამებრძოლეები და სადაც მიდიხარ, იქ შეგაქვს შოქი, ასე ვთქვათ, სინათლე და ეს ყველაფერი არის შენი შრომის, შენი ბრძოლის ხარჯზე და მთხოვ რომ მოგვიყვე ამის შესახებ. ხო, მეც ხასკავს ამას, რომ ჩვენი გუნდის რეალურად, იმიტომ რომ მარტო ერთი ადამიანი გაზაფხულს მოიხმარს და ვერ შეცვლის მართლა გუნდის დამსახურება, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მიგრძნია ეს, გვერდში მომხარდაჭერა იყო მომენტები, როცა უიმედობის განცდაც იყო, მაგრამ ერთმანეთისთვის შემოგვიძახებია, რომ ჩვენ ხო გავიარეთ ეს, რომ ამას უნდა ველოდოთ. ახანდელი დამოკიდებულება რა თქმა უნდა განსხვავდება, უკეთესი სიტუაცია არის და მარტო ჩვენი დამსახურება არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველად დავიწყეთ მუშაობა, ფიქრობდით, რომ საიდან შეიძლება დაგვეწყო, ახლა შესაძლებელი შესაძლებლობაც კაი დიდი სფეროა, ასე ვთქვათ და სხვადასხვა მიმართულებით კატეგორიებით და ასე შემდეგ. ერთგვარად მინი კვლევასავით გავაკეთეთ შიდა, ოფიციალური კვლევა არა, უბრალოდ გამოვკითხეთ, ვისაც ვიცნობთ შეუძლებელი შესაძლებლობის მქონე პირებს და brainstorming-ის მეთოდით, ანუ იგივე ბუნებრივი იერიშის დაფაზე ვწერდით ამ ყველაფერს, რომ რა არის პრობლემა. ჩამოვწერეთ რამდენიმე და აქედან პრიორიტეტები მივანიჭეთ მე, რომელი უფრო პრიორიტეტულია და ნომერ პირველი გამოვიდა ცნობიერება საზოგადოების დამოკიდებულება შიშიმოპირთა მიმართ. ეს იყო პირველი პრობლემა. მე ინფრასტრუქტურა მოდიოდა და ასე შემდეგ.
ახლა ეს თანმიმდევრობა როგორ არის? ეხლა რო შევადაროთ, თანმიმდევრობა შენარჩუნდა თუ რამე? მე თუ მკითხავ ისეა თანმიმდევრობა, იმიტომ რომ მაინც ცნობიერებიდან მოდის ყველაფერი, თუ ცნობიერებაში რომ არ არის, რომ საჯარო მოხელემ არ იცის შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ მეტი, რომ უკეთესად დაგეგმოს პროგრამა იქნება ინფრასტრუქტურა, ზუსტად ამას მივყავართ იქამდე, რომ არ არის ეს ინფრასტრუქტურა, არ იცის და იმიტომ და ცნობიერება აქვს დაბალი ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გადადგმულია ნაბიჯები, ჩვენც ერთი ვიმუშავია დაუწყეთ სკოლებიდან, მახსოვს მე-5 მე-6 კლასის მოსწავლეებს ვხვდებოდით და ძალიან მარტივ ენაზე შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ ვისაუბრებოდით და მართლა გაოცებულები ვიყავით ახალი თაობის ახალგაზრდა ბავშვები, როგორი მიმღებლურები იყვნენ და უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდათ შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ. ის სრულტაობდნენ ასე ვთქვათ ინფორმაციას და მახსოვს ერთმანეთს რომ სწორებდნენ ტერმინებს და რაღაც მითხრობებთან დაკავშირებით ძალიან სიამოვნებდა ეს. უცებ არ დადგება ამის შედეგი და ეს ძალიან წელვადიანი პროცესია, ასე ვთქვათ. პერსპექტივაში უნდა დავინახოთ. ამის შედეგი არიდება, მაგრამ დღეს ის ახალგაზრდები, მე სკოლებში ვატარებდით მე-11, მე-12 კლასელებთან, ისინი უკვე კურსთან, ანუ უნივერსიტეტ დამთავრებულები არიან, ზოგი საჯარო მოხელეა, ზოგი სხვადასხვა სექტორში მუშაობს და ძალიან სიამოვნებს ხოლმე, როცა ხვდებიან და გვეუბნებიან, ახსოვს თქვენს სემინარზე ვიყავით და რომ კიდე ყავა რომ ის რაღაც გაკეთება გვინდა შეზღუდული შესაძლებლობა და იქნებ გვირჩიოთ როგორ გავაკეთოთ, როგორ გამოვაუკეთესი ჩვენ მხოლოდ თქვენ გიცნობთ რაღაცა, კონკრეტულად არ ვამბობ, უბრალოდ ჩვენ ტრენინგები გქონდათ გავლი და ეს მაძლევს იმის საბაბს რომ თქვა რომ აი ზუსტად შედეგიანი იყო და ზუსტად რომ ბევრია სამუშაო ცნობიერების ამაღლების კუთხით. დღესაც არის სირთულეები ამ კუთხით, რა თქმა უნდა. უფრო სწავლობაში, რაც არ უნდა მალოქეს ინფორმაცია, უფრო სწავლობაში უფრო მეტია და მე მესმის რატომაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აწლეული ეს ადამიანები ერთ და იგივე ტერმინოლოგიით, ერთ და იგივე მიდგომებით, რაც იყო საბჭოური მიდგომა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ფაქტობრივად არ არსებობდნენ, ან თუ იყვნენ სახლებში იყვნენ და მათთვის არაფერი არ იყო შესაძლებელი. ასე შემდეგ ეს მიდგომები ცოტა ნაწილობრივ არის. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო რა თქმა უნდა მედიის აქტიურობამ, სატელევიზიო შოუებმა, გადაცემებში, თოქ-შოუებში, დილის გადაცემებში, არ ვიცი, ყველგან სადაც აი ნიჭიერი მახსენდება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობა მახსოვს პირველი გამარჯვებული, თლათ ისე გამართულად ვერ ვამბობდი, რომ რეალურად დაიმსახურა გამარჯვება რაღაც, მაგრამ მახსოვს მეორე გამარჯვება უკვე, როცა ეტლით მოსარგებლემ გაიმარჯვა და არანაკლები ნომერი ჰქონდა, ნამდვილად იქ უკვე ვერ გარიტყოდი, რომ რაღაც სტერეოტიპები გავლენის გამო მოხდა ალბათი გამარჯვება. თუმცა თანდათან ამ ყველაფერმა ძალიან შეუწყო ხელი საზოგადოების სწორი ცნობიერების ფორმირებას, ხო? და უკეთესი შედეგები გვაქვს 10 წლის წინ თუ შევადარებთ სიტუაციას, ბევრად კარგი მდგომარეობა გვაქვს, ხანდახან არის ცუდი გამონათებები, ასე ვთქვათ, თუმცა ეს არ მაძლევს იმის საბაბს, რომ თქვა, რომ არაფერი არ შეცვლა. რეალურად არის შეცვლილი, თუნდაც პროგრამების მიმართულებით, თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა. კანონმდებლობის დახვეწის კუთხითაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხო, აი კანონმდებლობა კონვენციას აფრიალებდით ხოლმე, ეხლა უკვე ჩვენი შიდა ეროვნული კანონმდებლობა გვაქვს, რომელიც კონვენციაზე დაყრდნობით არის, ხო? იდეალურია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ იდეალურია, თუმცა გვაქვს რაღაც საფუძველი იმისა, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ და დავიცვათ ეროვნულ მასშტაბითაც და გარეთაც, ხო? ფაკულტატური ოქრით და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი უკეთესობისკენ არის, შედარებაც კი არ შეიძლება, რა თქმა უნდა. თუმცა არ არის დამაკმაყოფილებელი, არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საერთაშორისო გამოცდილება, უცხოური გამოცდილება და ამერიკაშიც ვიყავი და ვნახე როგორი სიტუაცია და აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ნამდვილი თავისუფლება იქ შევიბრძენი, როცა გინდა სადაც რომ მიდიხარ და ნებისმიერ შენობაში რომ შედიხარ და შეშემდგენის პარკირებაზე რომ ხალხად არ ხდება და ტროტუარში კიდე და ასე შემდეგ. ეს კიდე ცალკე საკითხია, მართლა სერიოზულად მნიშვნელოვანია ამ დონეზე ადამიანების უფლებების გათანაბრება, რომ ყველათან ასწორია და ყველას ერთნაირად, ყველას უფლება ერთნაირად არის დაცული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა საქართველოში თანდათან ვითარდება ყველაფერი და ეს საერთაშორისო გამოცდილება, იმიტომ ვახსენე, რომ
ჩვენ არ უნდა გავიაროთ ის გზა, რაც იმათმა გაიარეს. იმათ უკვე აქვთ რაღაც მზა ფორმულები, ჩვენს კულტურას, ჩვენს რეგიონს მოვარგოთ, რაღაცები შევცვალოთ, შემოцვალოთ და დავნერგოთ, ხო? აი მუდმივი რეფორმებია საჭირო ამ მიმართულებით. რამდენი წელია აქტივისტი ხარ შენ? მე 9 წელია, ხო? მოგყვეს საფრანგეთს. დაახლოებით და 9 წელია მე სოციალურ მოდელზე გადავდივარ. და ჯერაც ვერ გადავედით. კი ბატონო, ანუ სტატუსის მინიჭებას ერთი მხრივ საჭიროებებზე მორგებული სტატუსი და არა ისე სამედიცინო დიაგნოზზე მიღებული რომ არის სტატუსი და ყველა მეორეს რა, ხო? ანუ ეს პროცესი ვერ დაიძრა, იმიტომ რომ არასწორად ხდება ეს ყველაფერი. პილოტი იყო ვინც დაჭარაში, მე ასე შემდეგ. ამას აღარ ჩაუყმავდები, უბრალოდ საერთაშორისო გამოცდილება იმისთვის ვახსენე რომ იყო ეს გამოცდილება პილოტის დაინერგა და უკვე შეიძლება ამ ყველაფრის ძალიან მარტივად განვითარება. უბრალოდ ეს იწელებოდა და ეს დრო ზუსტად არ მოქმედებს კარგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ერთი ცხოვრება აქვს ყველას, იმიტომ რომ არაფრის ხვალ რა მდგომარეობაში იქნება და მაინც და მაინც პრეზიდენტს არ უნდა გაუჩნდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი რაღაცას ყურადღება მიექცეს, ან ვიღაცა მაღალ ჩინოსანს ყავდეს ნათესავი ან ოჯახის წევრი, ხო? ყველას ყველაფერი კარგად ხონდეს ღმერთის, მაგრამ არავინ არ ვარ დაცული, მეც არ ვიცოდი 13 წლის წინ ეთლში თუ არ მოვხდებოდა, საერთოდ თუ არსებობდნენ ეთლმოსარგებლე ადამიანები, იმიტომ რომ მოშევს. მხოლოდ ისინი სიმულიანტობდნენ, ანიშნდნენ ისეთ ყურილად. ამიტომ ეს გამოცდილებები, რომელშეო ძალიან მარტივია, ამაზე დაგნობით რაღაც გავაკეთოთ. უბრალოდ ამისთვის არის კეთილი ნება და ყველასი ერთად სამუშაო. კანონი გვაქვს, მაგრამ მისი აღსრულებას ჩვენ თვითონ წელავთ. ანუ ჩვენ არ ვმუშაობთ კანონის მიხედვით. ყველას გვეხება ეს. ჩვენ კანონის მუხლებით არ ვმუშაობთ, არ ხელმძღვანელობთ და არ გითხოვთ. ეს კანონი აღსრულებელია რეალურად. საჩელი და ამ კანონის აღსრულებისას თომა ამ კონვენციის პრაქტიკაში იმპლემენტაციისას, როდესაც იქნება სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვითხოვთ ამ დოკუმენტების შედგენისას ჩვენს აქტიურ ჩართულობას, ვინაიდან კონვენციის მთავარი მესიჯი არის არაფერი ჩვენზე, ჩვენს გარეშე, ხო? და არის მომენტები, როდესაც არ ესმით, რომ რატო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნისას რატო უნდა ჩაერთოს თქვათ შშმ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, აქტივისტები, შშმ თემის წარმომადგენლები. აი ამ კუთხით რო აგვიხსნა, რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი თემის ჩართულობა ამ საკითხში და ამ კუთხით რა როლი აკისრია თვითონ შშმ პირთა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს, რა არის მათი როლი? და შეგიძლიათ თუ არა პატარა რაღაცა кейსივით მოგვიყვანოთ თუნდაც ადგილობრივ დონეზე? ხო, კანონის მიღების პროცესში ჩართულობის მაგალითს. ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობდა კანონის შემუშავების პროცესში, რასაც ქვია ეს შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი 2020 წელს რაც მივიღეთ და თუ არ ვწდები 18 რეკომენდაცია ჰქონდა მუხლებში, რომ შეცვლილი იყო რაღაცეები. რამინი იურისტია კი იცი, ვიჩეკით გამიხილავდით ამ ყველაფერს ვისხედით და ბევრი რეკომენდაციები მომზადდა. აქედან ნახევარზე მეტი თითქმის გათვალისწინებული იქნა. თუმცა დღეს რო კითხო რომ არის თუ არა ხარვეზი, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზია ისევ კანონმდებლობაში, თანდათან ისედაც ვითარდება ყველაფერი და კონვენციაზე მაღალი სტანდარტი უნდა დადოს წესი, ხო? ამიტომ ჩვენი ჩართულობით შემუშავებული მეტნაკლებად მაინც მისაღები აღმოჩნდა საზოგადოებაში, იმიტომ რომ მარტო კონვენციაზე დაყრდნობით, მე მესმის რომ კანონმდებლობაზე მაღალი დოკუმენტი იყოს შეიძლება, მაგრამ მარტო კონვენციაზე დაყრდნობით ესე არ იყო მარტივი გასაგები, რა იყო კონვენცია ჯერ. ამაზე ვსაუბრობთ, ხო? ეხლა კანონი გვაქვს. ანუ კანონი უკვე საქართველოს კანონი და კანონმდებლობა გვავალდებულებს და ეს თუმცა თავხდებით იმაზე, რომ კონვენცია ჩვენთვის მაინც შეუცვლელი ბიბლია არის თემისათვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, კონვენცია რომ არა, კანონი არ გვექნებოდა ალბათ. ისე ძველი კანონი, რომელშიც მართლა უამრავი ხარვეზი იყო, მათ შორის ტერმინებში და მთელი ამბები, ხო? ამ კანონის მიღებამ, ამ კონვენციის მიღებამ უბრალოდ
ბევრი კანონი შეცვალა, ხო? ანუ ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს და ეს ჯერ არ დასრულებულა ეს პროცესი, მიმდინარე პროცესია, მაგრამ ჩვენი აქტიურობაა მნიშვნელოვანი. ჩართულობა, მუდმივი კითხვების დასმა, რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, აი მუნიციპალიტეტები რომ სამოქმედო გეგმებზე მუშაობენ, შარშან დაიწყეს თუ არ ვწდები, აი სამოქმედო გეგმები როგორ სრულდება, ვითხოვთ ყველა, არ ითხოვს, ხო, არც ვიცით, როგორ სრულდება, ანუ ამას უნდა ვითხოვდეთ. ამას უნდა უყურებდეთ, რა ჩაწერეს და რა გააკეთეს რეალურად. ანუ ჩვენ თვითონ უნდა ვაკეთებდეთ ამას, ხო არ გააკეთებს მართლა. თომამ არ იყო ვიღაც გიორგი ზნელაძე, არ გააკეთებს ამას, იმიტომ რომ შენი საქმე შენ თვითონ უნდა აკეთო. შენ უნდა დაიწყო და გამოჩნდება ადამიანები, რომლებიც დაგიჭერენ მხარს, აყვებიან, იმიტომ რომ დაჟინებით როცა აკეთებ რაღაცას, ყოველთვის საქმეს რაღაც შედეგი მოყვება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან უნდა ვიაქტიუროთ, რა თქმა უნდა. სახელმწიფო, აი, ყველა რაღაცა კანონი, ბახალდატური ოქმი, ყველაფერი საკანონმდებლო ბაზა ფაქტობრივად კარგი გვაქვს. იდეალური არ არსებობს, ალბათ, კარგი გვაქვს. ბევრი რაღაცის შეცვლა შეიძლება ამ კანონმდებლობაზე დაყრდნობითაც, რომ ბევრია სამუშაო და სასამართლო გადაწყვეტილებების, დადებითი გადაწყვეტილებების გამოცდილება გვჭირდება ქვეყანას, რომ ამაზე დაყრდნობითი ხელმძღვანელობა და იცოდნენ, რომ პრაქტიკა არსებობდეს, ხო? აი, ჩვენ ახლა მიმდინარე პროექტის ფარგლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად პარტნიორობ და მოსამართლეებისთვის ტრენინგ მოდული შემუშავდა, საერთაშორისო ექსპერტმა გააკეთა და იქ უკვე სასამართლოში შევიდა მზა, კარგი საერთაშორისო გამოცდილებით ინფორმაცია და ამას გაივლის ყველა. და გაივლის და უფრო მეტი ცოდნა ექნება. იქ кейსებიცაა საერთაშორისო გამოცდილებით. რა кейსები როგორ გადაწყდა? ისეთი кейსებია, ჩვენთან გაგეცინება, რომ ნახო ამაზე რატო დავუდგენო? იფიქრებ, არ არსებობს იფიქრებ, თუმცა ინდონეზია იქ რომ უკვე ელემენტარულ რაღაცაზე და აბსურდულ რაღაცაზე შეიძლება იდაონ და მოიგონ ესეთი საქმე. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გავახსნილოთ მუშაობა, ჩართულობის მექანიზმები უნდა გქონდეს ქვეყნას. როგორ ჩართულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ორგანიზაციები, წარმომადგენლები, აქტივისტები და ასე შემდეგ. იმისთვის რომ მიიღონ ისეთი დოკუმენტი, ისეთი პროდუქტი, ისეთი სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული. და რა ისე ვიღაცა პოლიტიკა, სადღაც რაღაც. კი ბატონო, და ამ ხრივ რა სიტუაცია აჭარის რეგიონში ბათუმის კონკრეტულად თქვათ, მოვიყვანო თქვათ ბათუმი, როდესაც მუშავდება პოლიტიკის დოკუმენტები, ხართ თუ არა თქვათ თქვენ როგორც ორგანიზაცია ჩართული და თქვათ გაქვთ თუ არა კონტაქტი ან აქტივისტებთან, რომელიც აქტივისტებიც არიან ჩართული და ასე შემდეგ. ანუ სრულდება თუ არა კონვენციის მესიჯი, არაფერი ჩვენს გარეშე. კი ბატონო, ანუ რეგიონის ჭრილში თუ გამიხილავთ ამ ყველაფერს, აი 2013 წლიდან როცა დავიწყეთ მუშაობა, მაშინ ჯერ კიდე იმაზე მუშაობთ, რომ საჯარო მოხელეები ინტერვიუების დროს ინვალის და უნარშეზღუდულს რო არ ახსენებდნენ. არ ეთქვათ ეს. ამაზე მქონდა აქტიური ბრძოლა გამოცხადებული ფაქტობრივად პირდაპირ სამინისტროების გვერდებზე ვაკომენტარებდით და აქტიური კამპანია იყო. ჩვენთან ახლა ეშინოდეთ, რომ რამე არც ამოხდეს ცოდის ტერმინი. იყო ეს, მაგრამ ამან მოიტანა თანამშრომლობა. მოიხდე რომ ანუ ეს ადამიანები კომპეტენტურები არიან და თუ რაღაც საქმე ვაკეთებთ, მოდით დაუძახოთ. ვერ ვიტყვი ახლა რომ 100-დან 100 შემთხვევაში ესე ხდება. თუმცა აჭარის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ წინა წლის და მომდევნო წლის დრაფტებს ერთმანეთს ვადარებთ, რა იცვლება ჩვენს რეკომენდაციებს, ანუ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში მუშაობ და ყოველდღიურად მოდიდგები აკავენ სხვადასხვა სერვისების შესახებ ინფორმაცია ჭირდება და სტატუსის მინიჭება ჭირდება, ან დამხმარე საშუალება ჭირდება, ან რეაბილიტაცია, ან განათლება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხდება ჟურნალში ამ ყველაფრის შეყვანა, მათ შორის მაგჯორჯია თანამდებობი, ასე ვთქვათ, ამ პროგრამის და მიხარია დღეს ყველა შეხვედრა და მქონდა შესაძლებლობა მადლობა გვეთქვა და ამ ყველაფრის ამ მომართვიანობის ანალიზის შემდეგ ინიციატივების გაყენება ხდება არგუმენტირებულად. აი უფლებებზე დაფუძნებული ადვოკატირება, რასაც ქვია.
ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ არგუმენტები მყარია და იცი, რომ ეს თანხა ბევრი კი არ არის, ცოტა სამგზელვადიან პერსპექტივაში შენ ბევრ თანხას გაზოგინებს. მაგალითად, ამ წე სამედიცინო ამ წეს რომ ეძახიან ტრანსფერის აპარატი ეტლიდან სატოლშიო გადაყავს ადამიანს. ძალიან ბევრი მომართვიანობა იყო იმისა, რომ თუ რამე არსებობს ისეთი, რომ ოჯახის წევრებს ყველას ან ხერხემალიან რაღაც სხვა ორგანოები დაზიანებული აქვს, ხო იმის გამო რომ სიმძიმეს ეზიდებიან ხოლმე რა, უხეშად რო ვთქვა. ჩემს შეგვიძლია. ამიტომ მივედი ჯანდაცვის სამინისტროსთან ზუსტად ეს ვესაუბრეთ, რომ იცით რა, თქვენ ამით ზოგავთ იმას, რომ ამ ადამიანებს მომავალში ოპერაციები რომ დაჭირდებათ, რომ მივიდნენ ოპერაციამდე, ყველა შევეძლოთ. ოპერაციის გაკეთება უფრო ძვირიჭდება. მე ამათ რეაბილიტაცია ხომ შეძლებათ. რეაბილიტაციის გავლა უფრო ძვირიჭდება კიდევ, ემატება ამას თანხები და მედიკამენტები და ასე შემდეგ და იმას მე კიდე მომვლელი უნდა და აქეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ასისტენტი მე და საერთოდ სხვადასხვა და უარესი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. მოდი პირობითად 2000 ლარიანი ამზე დააფინანსე და 50000-ები არ ყარო რა. ეს დაზოგავს თანხებს რეალურად საომალო პერსპექტივაში. და ამას დავთანხმდნენ. დაინერგა საპილოტეთ 5 წელი, მაგრამ მოთხოვნა გაიზარდა, მე იმ წელსვე 10 გახდა, შემდეგ წელსაც დაემატა და დღეს მხოლოდ აჭარაში მოქმედებს ეს პროგრამა. დაახლოებით არის ამის და ძალიან ბევრი ადამიანი ლოცავს როგორც სამინისტროს, ასე ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენი ინიციატივა იყო მივაგენით რეალურად პრობლემას და პრობლემის მარტივ გადაჭრის გზას. ეს არის ადვოკატირება, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იკვლიო შესაძლებლობის ფარგლებში ეს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის დაგვეხმარება ამაში, რომ შემოდის ყველა кейსი და ჩვენ პროგრამის ხახების დროს მოვყავს ვატარებთ გასვლით შეხვედრებსაც და ადგილზეც რომ რეკომენდაციებს ანუ რა პრობლემებია სერვისებში და აქედან გამომდინარე მე წერთ რეკომენდაციებს. ზოგი იმ წელს გადის, ზოგი მომდევნო წელს გადის, მაგრამ დღეს თუ არ დავშეხვალ იქნება ხოლმე საკითხი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ აქტივისტების ჩართულობა, მონაწილეობა და საკითხის დაყენება. ხშირად არის რომ შეხვედრას ატარებ და არ მოდის. 30 კაცი გამორთულს სურვილს მოვა 5. ზუსტად ეს არის რომ არაფერი არ კეთდება. მე რა ნიჰილისტური დამოკიდებულება არაფერი არ კეთდება. შენ ჩემთან არ მოგიტანია ინიციატივა და ვინ წაიღებს? შენ რომ მიდიხარ მარტო ადამიანი, ერთი, მარტო შენ ერთის პრობლემას არ გადაჭრა, არ ვართ მაკდონალდზე ჩვენ. ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, ხო? მაგრამ როცა კოლექტიურად ხდება ეს, როცა ყველა ერთად წერთ და ვაანალიზებთ პრობლემას და ზუსტად ვიცით რა პრობლემებს იწვევს ეს პრობლემა, ხო? მე უკვე სხვანაირად უყურებენ. მე უკვე დამაჯერებელია ეს ყველაფერი და რეალურად გადაჭრა ის გზა ერთგვარად ჩვენი შეთავაზება. და პროგრამა ფაქტობრივად მეუბნებით რა არგუმენტებით, რა პრიორიტეტებით და ასე შემდეგ უნდა გაკეთდეს. ესა თუ ის პროგრამა, რა თქმა უნდა. და კიდე ადვოკატირების ერთ-ერთ მაგალითს გეტყვი, ეხლა ფოტოსაც გაჩვენებ. ერთ-ერთს და ნახავთ რომ აქ არის 2013 წელი. გამოგიჩნდათ? კი ბატონო. ეს არის 2013 წელი. ხო, კაი ციცკრი ბიჭი ვიყავი. კი. როგორ გადაგვაჩენს? არანაირი გადასასვლელები არ იყო. აი ხის ბილიკები არსად არ იყო საერთოდ და 2013 წელს დამიწყია თურმე ამაზე ბრძოლა, იმიტომ რომ ეს ფოტოები მე ამას გამოფენა მოეწყო, ბევრი იყო აქ. უჩვენეს მათ შორის და ასე შემდეგ, რომ არის ადაპტირებული თუ არ არის ადაპტირებული, გადახაზული იყო და ასე შემდეგ. აქედან მე რეალურად არაფერი არ შეცვლილა. იმიტომ რომ მარტო ვითხოვდი. შემდეგ უკვე სიმღერა რომ მომზადდა და აქცია გავმართეთ, აი ეს ბულვართან სასწორთან აქცია ასოისპირთან. რომ სხვა ყველასია სახელწოდებით უნდა იყოს მისაწვდომი სხვა. ეს არის რომელი წელი? 2017. აჰა. წელია გასული, ხო? ის მერე. 4 წლის განმავლობაში ხან Facebook-ით, ხან სიუჟეტით, ხან რითი ვითხოვდი, თუმცა არაფერი რეაგირება. აი ამ აქციის მერე სიუჟეტი გაკეთდა კიდე და
ყველამ გადააზიარა ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გადააზიარა ეს ყველაფერი და 2018 წელს აი ბულვარის ადმინისტრაცია მოვიდა ჩვენთან და გვითხრა რომ როგორ გავაკეთოთ ადაპტირება. მახსოვს იმ წელს 51000 ლარი დაიხარჯა, გააკეთეს ხის პილიკები, თუმცა უარგისი იყო რეალურად ერთის ფორმალი იხელდა ამ ყველა. და მე უკვე მოვიძიეთ ყველა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც იყო და ამ ქვეყნების გამოცდილებას დაყნობით ჩვენ რელიეფიდან გამომდინარე მოვარგეთ ის რომ ტიპტივები უნდა გვეყიდა პირველ რიგში, ბილიკები უნდა გაგვეკეთებია უფრო მყარი, საშხაპე გამოსაცვლელი საფრიფარებში და ასე შემდეგ, იმისთვის რომ სრულად ყოფილიყო პლაჟი მისადგომი. და 2019 წლის აგვისტოში თუ არ ვცდები, უკვე გახსნა იყო ამ ყველაფრის სადაც 10 ტიპტივა შეიძინეს, მგონი თუ 5 არ მახსოვს. ნუ მოკლედ პირველი ლოკაცია გაიხსნა. ეს იყო ძველი გემის გასწვრივ. შემდეგ წელს მეორე ლოკაცია მიიღო, წელს უკვე მესამე იხსნება, ანუ რეალურად ეს არის ჩართულობის შედეგი. თუ ჩართულობა არ იქნებოდა, დააკეთეს 51000 ლარად ისეთი რაღაც, რომ ფული გადაყარეს უბრალოდ წყალში. მომდევნო წელს ისევ გასაკეთებელი იყო იგივე რაღაც. ეს ტიპტივები გიდა 10000 ლარი ერთი ცალ. 5 წელს 50000 ლარი გადაიხადეს, ხო? რეალურად ამ თუ სწორად დახარჯავ, შეიძლება წვილი არ დაგიჭდეს ეს ყველაფერი. პირიქით გააკეთო მორგებული და იმათთვის გააკეთო, ვისაც აკეთებ რეალურად და იმ ადამიანებს გამოიხენო, რაც თავარია, ხო? არაფერი ჩვენ შესაძლოა ჩვენ გარეშე, ჩვენი ჩართულობით უნდა გააკეთოს ყველაფერი. ჩვენ უნდა თქვათ რა არის ჩვენთვის კომფორტული. ეს იდეალური არ არის. მართლა არ არის იდეალური. იქ ვიღაცები მე პანდუს წყალში შეყვანილ პანდუს ითხოვდნენ თავის მოაჯირებით, რომ მე ამით არ მინდა მე თვითონ შევალ. მაგრამ შტორმია ხოლმე ბათუმში, ქვებია შესასვლელში, სხვანაირი არ კეთდება, იმიტომ რომ მაშინვე ამოაგდებს უკან და ამის მოვლაპატრონობა და ამის კონტროლი მე უფრო რთულია. და სხვა მექანიზმი 1000 ვარიანტი იყო გახილული, მოკლედ ჯერჯერობით რაც არის, ყოველ ეს მოერგო, ახალი გამოთქვა მოალბათ შევცვლით ახაც, მაგრამ ჩვენ არ გაგვიკეთებია, ბულვარმა გააკეთა, როგორ ჩვენი ჩართულობით გააკეთა და მოკლედ ასე გამოვიდა, კარგი. იმ წელს 150-მა ადამიანმა ისარგებლა, რომ გაიხსნა და მარტო ბათუმში კი არა, არ ვიცი, უცხოეთში გადიოდა ეს რეკლამები და ნახულობდნენ და უცხოელების შეხვდნენ ძალიან ბევრი ჩამოსულები და ვიცი არ იცოდა ლოკაცია ტურისტულ ცენტრებში ეუბნებოდნენ და მიდიოდნენ ეს ადამიანები სარგებლობდნენ. ასე რომ წელს უკვე 3 ლოკაცია გვექნება, ივლისის დასაწყისში უკვე ყველა იქნება გახსნილი, ზად გელოდებით და ეს არის მაგალითი, ელემენტარული მაგალითი იმისა, რომ როგორც შეიძლება ბრძოლას კონდეს შედეგი 2013 წლიდან 2019 წლამდე არ მოვეშვით საკითხს, მთელი გუნდი ბრძოლობდით იმისთვის, რომ რეალურად მიგვიღო ის, რას ვითხოვდით, ხო, ზღვაში ჩასვლას. ყველა ჩადის და ჩვენ ვერა. დიდი პლაჟია, ვერ გადახვალ ეტლით, არ გადადის. 1000 კაცის დახმარება, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ მიყიხარ და იქ ასისტენტები გეხმარებიან, რომ გადახვიდე ეტლიდან. ამ ტიპტივაში ვარ წყალში და თუ გინდა ჩამოდი მე ამ ტიპტივიდან, თუ ცურვა შეიძლება იცურავე, თუ არა და იყავ ისეთ და იყავი. ეს არის მრავალმხრივი რა, უნივერსალურია ასე ვთქვათ. ამიტომ ეს კარგი პრაქტიკა არის, მათ შორის მერიასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მალე ვიწყებ პერსონალური ასისტენტის პროგრამას ბათუმში, ვიჩვენო თბილისში ჰქონდათ საპილოტო და საპილოტოს ვიწყებთ, მაგრამ კანონი ვალდებულებს რომ 2025-დან უნდა ჰქონდეს ყველა მუნიციპალიტეტს. თუმცა ჩვენ ვასწრებთ ამას და გვიწყობს მუნიციპალიტეტი ხელზე ძალიან დიდი მიღწევა პერსონალური ასისტენტი, ვიცი ხო 10 წელი მინიმუმ არ იქნებაო, თავიდან იძახდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ხო? ანუ თუ ითხოვ, რასაც ითხოვ სწორი არგუმენტაციით და ბევრი შრომით, განხილვით სხვადასხვა ჯგუფებში, მხოლოდ 1 და 2 ადამიანი როდესაც ყავს არ გამოგისახ. ყველას ასე მნიშვნელოვანია არც საზოგადოების განხილვის საგანი უნდა იყოს ესა თუ ის და შემდეგ უკვე გამოდის ისეთი როგორც უნდა იყოს. ანუ შენ როცა აშენებ სახლს, შენ ხელით პრეტენზია მე შენ თავთან გახვდები. სხვა მგაგეთა. შენც გაგურდა თუ შეცდომა დაუშვი, უბრალოდ აღიარე, თუ შეცდომა დაუშვი და სხვის ლანძღვა არ დაიწყებ.
კი ბატონო. თომა, მაინტერესებს ორგანიზაციაში გაქვთ თუ არა მატება დაფუძნების შემდეგ, მოგმართავენ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან მათი მშობლები და აქვთ თუ არა სურვილი ჩართონ ბრძოლაში, თანასწორი გარემო შექმნაში და ასე შემდეგ. ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის თავიდან 3 ადამიანი ვიყავით და ვინც მუშაობდა. შემდეგ პროექტის ფარგლებში რამდენიმე ადამიანი დავემატეთ, მაგრამ პროექტები მთავრდებოდა, მე რაც მიდიოდნენ. ჩვენ მუდმივად ეს 3 ადამიანი ვინც დავაბრუნეთ, ესენი მუდმივად რჩებოდით, იმიტომ რომ იდეა გვაერთიანებდა და ვერ ვიტყვი რომ სხვა ადამიანებს ეხლა რაღაც ფულის ინტერესი ჰქონდათ უფრო, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არა, თქმა უნდა, ვერავის ვერ დააკავე თუ შემოსავალი არ გახდა, გრანტი არ აქვს, რთული ადამიანი დააკავო. ეს არის უბრალოდ ჩვენი ყოველდღიური გამოწვევა, ყოველდღიური ტკივილი, ასე ვთქვათ და ამ თემას ვერ გადავალთ. ეს სადაც უნდა წავიდეთ, მიხვდება ბაჯეჯერობით საქართველოში, ასე ვთქვათ და ამ სფეროში ვარ. რა თქმა უნდა, პერიოდულად არის ადამიანები გვემატება ახლა, მაგალითად ევროკავშირის მიმდინარე გრანტი გვაქვს 2 წლიანი და ზუსტად არც მახსოვს რამდენი ადამიანი მუშაობს, მაგრამ ალბათ 20-ზე მეტი უკვე ორგანიზაციაში. სიმართლე რო გითხრა, პირდაპირ ორგანიზაციაში და გამგეობაში ახალი არავინ არ მიგვიყია. რთული იყო სიმართლე რო გითხრა ადამიანების პოვნა, ვინც შეიძლებოდა ბოლომდე იდეას იზიარებდა და შემოვიდოდა ბოლომდე და გააკეთებდა იმას, რაც ვაკეთებდით ჩვენ. შეიძლება არც მივაქციეთ დიდად ამ მართლობას ყურადღება, არ ვიცი, არ ვუჩივით პერსონალს და ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციაში და სამომავლოდ გეგმავთ სტაჟიორების აყვანას და ორგანიზაციის პანდემიის პერიოდი ყველამ ვიცით ხო ძალიან რთული პერიოდი იყო და ფაქტობრივად ხელფეხშეღრულები ვიყავით, არაფერს ვერ ვაკეთებდით. გვინდა სტაჟიორები ავიყვანოთ და ორგანიზაცია გავამბრავოთ, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი სადაც ვარ, აქ ცოტამ დავიწყეთ, მე მოგვემატა ადამიანები, აქ უფრო მარტივი იყო გამრავლება, ასე ვთქვათ. მშობლებიც არიან ორგანიზაციაში, რაც მთავარია და მშობლების გადმოსახედიდან მაინც უფრო სულ სხვანაირად ჩანს რაღაცეები. შესაძლებლობის მქონე პირების გადმოსახედიდან სხვანაირად. ამიტომ ორივე აზრი გასათვალისწინებელია და საერთო კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ მშობელი სხვანაირად გადმოსწრის რაღაცებს და შესაძლებლობის მქონე ადამიანი სხვანაირად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობელი როცა მოგვმართავს, მას მშობელი ესაუბრებოდეს საკუთარი გამოცდილებით და დიდი ცხოვრების რაღაცას ნასწავლი, ანუ ცხოვრების ნიჭით, ასე ვთქვათ, რომ უფრო დამაჯერებელია ადამიანი, რომელიც ესაუბრება თავის გამოცდილებით და მას წავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის შვილი. ეს სხვანაირად მოქმედებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს კიდე თვითონ შეშმომპირ დროს ესაუბრება, ეს სხვანაირად ჩანს, რა თქმა უნდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ორგანიზაციები, რომელშიც თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები იქნებიან და გადაწყვეტილების მიღები პირები 50+1 როგორც ვეძახით ხოლმე, ხო? ესობაში რომ თავად გადაწყვიტონ რა უნდათ, როგორ უნდათ განვითარდეს ორგანიზაცია და რომელ ადამიანებს და ვისაც ეხმარონ, ხო? და უგვერდში დავუდგენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამავდროულად სხვადასხვა ჯგუფის შეზღუდვის მქონე ადამიანების გაერთიანება. ჩვენთან არ არის ყველა შეზღუდვის მქონე ადამიანი გაერთიანებული, ეს პერსპექტივაში არის ერთ-ერთი დიდ შეხვედრას გავაჟღერეთ. 5 მაისს რო იყო დამოუკიდებელი სადაც მათ შორის სპორტთა კავშირის ოსინათლოთა კავშირს თხოვდით, რომ წარმოგვიდგინონ ახალგაზრდა ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა პრინციპში გამოცდილი ადამიანები, რომელსაც ესმით სფერო, ესმით საკითხები და რომლებიც იბრძოლებენ ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ რთულია უსინათლო ადამიანის გადმოსახედით ჩვენ წარმოვიდგინოთ რაღაცები. ის უსხვანაირად ხედავს და გზნობს ამ ყველაფერს ხედავს განტანტი მნიშვნელობა. ამიტომ მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში იყვნენ სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანები, მათ შორის ფსიქიკური, მათ შორის ინტელექტუალური შეზღუდვით, რა თქმა უნდა მშობლები, რა თქმა უნდა სხვადასხვა კატეგორიები, რომ როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ყველას აზრი იყოს გათვალისწინებული, რომ ყველამ თქვა, იცი ეს როგორ გამოვა,
აი ხანდახან არის ხო აი შეხვედრას რო გეგმავე ტიპური განვითარების მქონე ადამიანები საერთოდ ავიწევათ რომ ეგეთ მოსარგებლობებს შეიძლება საერთოდ მოხდეს ამ შეხვედრაზე იმიტომ რომ მათი სფერო არა მე რა არის რომ შეშომპირებს არის ჩვენს ეხება თუ რაღაცას ჩვენს ქვეყანას ხომ ეხება რადგან არ შეიძლება მე ამ მიმართულებით მაინტერესებდეს და შეხვედრას დავესწრო ხო ამიტომ ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციაში სხვადასხვა შესაძლოა ანუ ინკლუზიური დაჯგუფება უნდა იყოს ხო შერეული ადამიანები უნდა იყოს ორგანიზაციებში ყველა ორგანიზაციას გულს მარტო შეშმოყრით ორგანიზაციას იმიტომ რომ მაგალითად უფლებადაცვით ორგანიზაციებს არ დავასახელებ უფლებებს იცავენ მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებებს მაგრამ ადაპტირება არ აქვს და არ ყავთ ასევე გუნდში რომელიმე შეზღუდვის მქონე ადამიანი არც უბრალოდ დასაქმებულები აქვს უფიქრიათ ამაზე ვთქვი ნახირავე ოფისებში ვარ აქ თუ იქირავე სხვახანაც იქირავე მესმის რომ არ არის ადვილი პოვნა მაგრამ თუ გინდა გამოვა ძალიან კარგად გამოვა თუ დაუძახებ ისეთ ადამიანებს რომელსაც გამოცდილება აქვს მით უმეტეს გამოვა იქნება და დაგეხმაროთ რაღაცებში ხო ცოტა უხერხულიცაა რომ ესეთი ადამიანები უფლებებს იცავენ და გამოვიდნენ და თავობას მოუწოდებენ ან სხვას. აი იცი რა, ჯერ შენ დაიწყე შენ თვითონ. მაგაზე მქონდა ხოლმე წინა წლებში 2014 წლის 51 დადგენილება გემახსოვრება, ვისაც დონბასური ხეობა ეხებოდა. მახსოვს რომ ეს გამოვიდა დაავალეს კერძო სიხლის სტომატოლოგიურ კლინიკებს რომ ავალებდნენ ადაპტირებას თხოვდნენ გახსოვთ და მერიას არ ქონდა მისაწვდომობა მერიებს საჯარო უწყებდათ არ ხვენიათ ხო როგორ უნდა მოხდეს სხვა ასე შენ თვითონ არ იცავ ამას ხო ეს ძალიან უხერხულია პარადოქსულია რომ სხვას თხოვდე რაც შენ არ გათვალისწინებული ამიტომ ვიფიქროთ ამაზე შეიძლება ხვალ შენ დაგჭირდეს ეს არავინ არ გისურვებს ამას მაგრამ არც მე მისურვებია შეიძლება ეს თუმცა ვამბობ ვაგიარებს უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩემი ცხოვრება ვიდრე ადრე არაფერი არ მიკეთებია ღირებული ადრე ვიდრე ახლა ხო იმიტომ რომ უფრო ადამიანების გვერდში ვარ და რაღაცას ვაკეთებ მათ სასიკეთოდ და აქ ჩემი თავი მე-1000 პლანზეა უკვე ეს არის მნიშვნელოვანი და თუ ყველა ასე იფიქრებს, ყველა რა უმრავლესობა თუ ასე იფიქრებს და ყველას გაცნობიერებული იქნება შეშმოყრითა საკითხები და ის რომ მე რაღაცას ვაორგანიზებ დღეს და აქ შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი მოვიდეს, რა უნდა აქ კი არა. ზუსტადაც რომ უნდა მე ნებისმიერ შეხვედრაზე შეიძლება საქმე არ მქონდეს, მაგრამ მივიდე. იმის გამო მივდიო, უბრალოდ რომ მე რომ დავინახავენ შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე იწყებენ საუბარს. მე ახსენებ შეშმოყრითა რომ ყავს. ამისთვის ანუ შეიძლება ხმა საერთოდ არ მოვიღო შეხვედრას, მაგრამ დამინახეს თან გვიანაც რომ მივიდე შეხვედრას, კამი მე არ მჭირდება. ამიტომ როცა მივდივარ შეხვედრას, ესეც ჩემთვის რაღაც წილად შედეგია, რომ ავალაპარაკე ხალხი. და ავტობუსიდან მანქანით არ სარგებლობ და წლების ის არ მინდოდა ავტობუსის სარგებლობა და დავდიოდი ეტლით. სპეციალურად რომ საზოგადოება შეჩვეულიყო რომ ეკით მოსარგებლე ადამიანები იცით თანხლებით კი არ დადიან დამოუკიდებლადაც დადიან ხდები იმეს რომ თანხლებით ყავდეს მეც რამდენ ადამიანთან ერთად გამივლია ქუჩაში სკვერში კაფეში კინოთეატრში მაგრამ დამოუკიდებლადაც რომ დადიან და ასეც რომ არსებობენ და სუთხავ ეს და დაინახოს საზოგადოებამ არის არ ეხალისება სიცხეში თაკარამზე სიარული მაგრამ რაღაცები რაღაც მსხვერპლსაც ითხოვს და ეს ალბათ აქტივისტური გადმოსახედიდან ცოტა ისეთია რომ კაფენია მაგრამ ესეა თუ გინდა გულით რაც გინდა შენ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი თუ არა ბორბალი გადააგორო კი ბატონო. თამა ბოლო შეკითხვა. ახლა შეიძლება ჩვენ გვისმეს ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელმაც ახლა მიიღო ტრავმა და ამის შედეგად გახდა შეშმო პირი. და შეიძლება ზუსტად ის პერიოდი აქვს, რომელიც ჩვენ გვქონდა, როდესაც ეწლთან მიმღებლობის დრო გვქონდა, ხო? ეს იყო ბრძოლა საკუთარ თავთან. და ასე შემდეგ, ხო? ასეთ ადამიანს რას ეტყოდი შენ? რა მესიჯს გაუშვებდი? და როგორ ასე ვთქვათ, გამხნევებდი არა, გამხნევება რატო? უბრალოდ მესიჯს რას ეტყოდი?
მოგეთ ბანალურად გამომივა შეიძლება. ამიტომ ვიტყვი რომ აი მე თუ მხედავ ახლა მისმენ ეს სადღაც ვარ. თუ ვერ მოხვალ დამირეკე. მე ვერ დამირეკავ სხვას თავურეკე. გიორგი ზნელაძე ვახსენე, ძალიან ბევრი ადამიანები, სოსო ყაზაიშვილი, დეა ერემაშვილი, რამინ მაჭარაშვილი, ჩემი გუნდის წევრები, ხო, ირმა ყბილაძე, რავი, სხვები და სხვები. ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს ირგვლივ შეზღუდული შესაძლებლობით. ბოლო-ბოლო ტელევიზორს მაინც, Facebook-ზე მაინც ამოვიგებს. მიწერე შექმნიანი ეს ადამიანებს. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ, რომელსაც დაგეხმაროთ შენ იმაში, რომ შენ თავი მიიღო. და პირველ რიგში უნდა იფიქროს ყველა იმაზე, რომ თომამ თუ შეძლო, მოვიდა. კიდევ ერთხელ ხალხაზმით ვამბობ, არანაირი წინაპირობა არ ქონდა ჩემს. მას გარდა იმისა, რომ გიორგი ზნელაძე და თამარ მაღლაგელიძე მითხრენ, რომ ტრენინგზე მოდი. შენ თუ მე მქონდა რწმენა, რომ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ანუ რწმენა მქონდა, რომ რაღაცას ოდესღაც გავაკეთებდი, მაგრამ ტრენინგზე რომ მივდიოდი, მე იქ ჩემს როლს ვერ ვხედავდი საერთოდ. არ ვიცოდი მე იქ რამეს თუ გავაკეთებდი, მაგრამ უბრალოდ შანსი არ გავუშვი ხელიდან. რომ მე არ მეთქვა შანსი გავუშვი მეთქი. ამიტომ გადადგით ნაბიჯი და აუცილებლად გამოიყენეთ თქვენი შანსი. დაეკონტაქტეთ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ ოდნავ პატარა გამოცდილება მაინც გაგიზიარონ იმისა, რომ როგორ შეიძლება დაარქვით თუნდაც ახალი ცხოვრების დაწყება, როგორც ჩვენ ვეძახით, ხო? ახალი ცხოვრების დაწყება. ეტლი არ არის დიაგნოზი. ეტლი არის ახალი ცხოვრების საწყისი. სხვა დიაგნოზებსაც რო შევხედოთ, უსინათლოობა, სმენის სამქონეობა თუ სხვა ეს არ არის განაჩენი, ეს არ არის დასასრული. 10 წლის წინ ბევრად უარესი მდგომარეობა იყო. ძალიან ბევრი. მაგრამ იმაზე უფრო 10 წლის წინ გიორგი ზნელაძეს კითხეთ, აბა, უფრო არაფერი არ იყო, ხო? უფრო ძალიან საერთოდ არაფერი არ იყო. ამიტომ ამ ადამიანებმა იმ ყოფაშიც კი შეძლეს და დღეს რა გისლის ხელს? ინტერნეტია, ყველაფერი არის, ინფრასტრუქტურა მეტლაკლებად არის, შეიძლება გამოხვიდეთ და საზოგადოება ესეთი შვერეთ არ გიხურებს მაინც. იქნება ერთეულები, რომ გამოგიშვერენ თიც, მაგრამ წარმოიდგინე, რომ კაი ტიპი ხარ და გიცნეს. ეს არის თავარი ფორმულა და გაიგიმეთ, გაიცინეთ, გაიხუმრეთ, საკუთარ შეზღუდვაზე იხუმრეთ თუნდაც. ეს დაგეხმარებათ, რომ მიიღოთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ. ეს არის მდგომარეობა და ამ მდგომარეობაში შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცის კეთება. მე ძალიან უნდა ნახო იმ 5 წელს, როცა აქცი ვიყავი 2008-დან 2013-მდე. ეს ჩემთვის ისეთი დაკარგული, რომ ვერასდროს ვერ დავიბრუნებ ამას მე. ეს ძალიან დამთქმულია. არასდროს გეთქვა თქვენ რომ დაკარგეთ და ხვალიდან დაიწყეთ. დღეიდან დაიწყეთ, დღეს დაიწყეთ შენება იმისა, რომ თქვენში ახალი ადამიანი აღმოაჩინოთ, ახალი უნარები აღმოაჩინოთ, მე საერთოდ არ მეგონა იმ ტრენინგზე ხმას რომ ამოვიღებდი, ან ამას ვიტყოდი. და ლოცულობდი რომ ღმერთო, ოღონდ სახელი და გვარის მეტი არაფერი არ მკითხონ მეთქი. რომ რა უნდა მეპასუხარ ვიცოდი. მაგრამ შემდეგ ჩემი ანუ გარდასახვა მოხდა. ისე რომ მე ვერ გავიაზრე და ეს თქვენ არ იცით დღეს, ხო არას გააკეთეთ. მართლა არ იცით. უბრალოდ თავს მიეცით საშუალება, რომ ისეთ გარემოში მოხვდეთ, სადაც შეიძლება აღმოაჩინოთ ეს უნარები თქვენში. ყველა გარემო მოსინჯეთ იმისთვის, რომ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა იპოვოთ. და დარწმუნებული ვარ იპოვით, იმიტომ რომ ყველა აქტივისტი შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ვიღაც სპორტსმენი, ირმა ხეცურიანსაც შეიძლება არ ეგონა თავიდან, რომ ესეთი წარმატებული იქნებოდა. თუმცა სადა ვიღაცამ ურჩია, ვიღაცისგან გაიგო და წავიდა, ხო? ძალიან ბევრი მყავს ასეთი უკვე, მაგრამ 10 წლის წინ არ მყავდა არავინ. შეიძლება იყო ვიღაცები, უბრალოდ ხალხასმარდა. მაგრამ დაიწყეთ სადღაციდან უნდა დაიწყოთ. დაიწყოთ წინსვლა, დაეკონტაქტეთ, გაუზიარეთ. ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში აქტივისტებს, სტაჟიორებად ორგანიზაციაში მივიღო. ოღონდაც უნდათ რაღაცის კეთება. და მიზანი შეიძლება არ ქონდა, მოვიდნენ და გაუჩნდეთ ეს მიზანი. დაგვინახავთ ბრძოლაში როგორ ვართ. მართლა ბრძოლაა ეს. ყოველდღიური მოგჩაოხელი. საქმე
ხანდახან არჩევათია, არ ჭვირა, არც 6 საათია, თერთმეტამდე შეიძლება იმუშაოთ, უგასაკეთებელია, მაგრამ იცი რა სასიამოვნო, როცა შედეგს ხედავ. შედეგს ხედავ. შენ ამით სხვას რაღაც კარგი გაუკეთი. და სხვის სახეს ხედავ, თვალებს ხედავ, მადლიერს ხედავ, რომ იმანაც იპოვა თავის ცხოვრება, ხვდები? და ეიმედები შენ. არათუ თევზი მივაწოდო, თვალსაოთ თევზის დაჭერა როგორც არა. ზუსტად ეგ არის. ესე მასწავლის მეც. თევზი არ მოუწოდები არავის შენ. მივაწე კი როგორც ქვია ჟარგონულად და წავიდა და აი დღემდე მადლობა ღმერთს მუშაობთ ამ სფეროში ვართ ისევ და მიხარია და მადლიერი ვარ ბატონი გიორგი ზნელაძის და ქალბატონი თამარის და მადლობა თქვენ რომ ამის მოყოლის შესაძლებლობა კიდევ მომეცით. მადლობა შენ თომა, მე კი ჩემს ხვი დავამატებდი რომ აუცილებლად მიიღო ნეტვი, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და თუ სიტყვაზე მენდობიან ამ ეტლიდან დაიწყება მათი საინტერესო ცხოვრებისეული თავგადასავალი და მე კიდევ ვისურვებდი რომ როგორ ჩვენ ცხოვრებაში გამოჩნდა ის ადამიანები რომელმაც გვასწავლეს როგორც დაგვეჭირა თევზი ამ ადამიანების ცხოვრებაშიც გამოჩენილი იყოს ეგეთი ადამიანები და ჩემი მხრიდან მინდა მადლობა გადავხადო იმ ადამიანებს რომელმაც ამ კონდიციამდე მომიყვანა და ვარ ისეთი როგორიც დღეს ვარ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თომამ, რომ ასეთი რეჟიმის მიუხედავად ვიცი რომ ძალიან ბევრი შეხვედრა ქონდა, ვიცი რომ ძალიან ბევრი აქტივობები ქონდა დღეს, მაგრამ მიუხედავად თუმცა ეს არის გეტყობა. ისეთი საკითხი რომ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი მართლა და სიამოვნებით გაუზიარებ ყველას თუ რამე ვიცი არასდროს არ ვინახავ ხოლმე ინფორმაციას და არასდროს არ ვფიქრობ რომ ვიღაცამ შეიძლება ჩემზე მეტი გაიგოს პირიქით ყველას წარმატება მიხარია და ყველა მინდა რომ წინ წავიდეს იმიტომ რომ ყოველთვის არის ადამიანები რომლებიც შენზე უკეთეს გაკეთებენ რაღაცას ამიტომ ყველა მოწინდეთ ყველაფერი და შეძლებთ ყველაფერი გამოვა ძალიან დიდი მადლობა თომა, მადლობა ჩვენს ერთგულმსვენებსა და მაყურებლებს და მე ვემშვიდობები მომდევნო Facebook Live-ამდე, რომელიც ივლისის თვეში იქნება, ასე რომ მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ, მოგეთ თუ რამე შემექმნიანეთ. მოგისმინოთ. მადლობა შენ.